გორში საბჭოთა დიქტატორის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარეს. საუბარია სტალინის მონუმენტზე, რომელიც ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში ამ დრომდე დგას. ფაქტს სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ და თვლიან, რომ რეაბილიტაციის ნაცვლად ადგილობრივ ხელისუფლებას ძეგლი ახალბაღიდან საერთოდ უნდა აეყო. თემაზე გიორგი ახალკაცი მუშაობს და დეტალებით ახლა ის გვერდდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, რატომ არ გააქვს ხელისუფლებას ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ტერიტორიიდან? თათია, გორში მოქმედმა საინიციატივო ჯგუფმა ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიმართა როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას კანონის აღსრულების მოთხოვნით. კერძოდ სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ, რომ საჯარო სივრცეებიდან ხელისუფლებამ აიღოს სტალინის ძეგლები და მონუმენტები, თუმცა ამ მოთხოვნის გათვალისწინების ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ სტალინის ძეგლებს რეაბილიტაცია უტარდება. ასეთ ფაქტს ბოლო პერიოდის განმავლობაში გორის კულტურისა და დასვენების პარკში ჰქონდა ადგილი. პარკს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის ფარგლებში ხელისუფლებამ ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარა სტალინის ძეგლსაც, რომელიც ამ პარკში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დადგეს. ფაქტს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები, მათი თქმით, ისევე როგორც ოკუპანტ რუსეთშიც, საქართველოშიც ხელისუფლება ახლა აი ამ ფორმებით ცდილობს სტალინის კულტის გაძლიერებას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ მიიღო, რაც გულისხმობს, რომ ძეგლები, ბარელიეფები, კომუნისტური და ტოტალიტარული და ფაშისტური ძეგლები და მონუმენტები აღმოფხრილი უნდა იყოს ქვეყანაში. წლების განმავლობაში ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვთ და მივმართავთ, რომ აღასრულონ კანონი თავისუფლების ქარტია. თუმცა ამასთან დაკავშირებით რეაგირება არ არის და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ იმის მაგივრად, რომ კანონი აღასრულონ, პრორუსული ძალები არიან გააქტიურებულები. ვხედავთ უკვე როგორ იცვლება ასევე საქართველოში და იზრდება სტალინის რეიტინგი და ეს ერთი მხრივ არის დამოკიდებული და განპირობებული იმით, რომ დეზინფორმაციული გვერდები, პროპაგანდისტული გვერდები, რომლებიც დაკავშირებულია ხანდახან პირდაპირ რუსეთთან, ხანდახან ქართულ ოცნებასთან, ხელს უწყობენ აი სტალინის პოპულარიზაციას და ეს ავტომატურად მე ნიშნავს იმას, რომ აისახება ძეგლებზეც, ხო? ანუ 2012 წლიდან დღემდე თუ არ ვწდები, სწორედ არ მახსოვს, 12 ძეგლი აღიმართა, დაიდგა, რეკონსტრუქცია მოხდა და საზოგადოების პროტესტი ამის მიმართ არ არის. კანონი თავისუფლების ქარტია საქართველოს პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. ამავე წელს ჩვენ ვნახეთ, რომ გორის ცენტრალური მოედნიდან აიღეს საბჭოთა დიქტატორის ბრინჯაოს ძეგლი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე 60 წელზე მეტხანს იდგა. მას შემდეგ გორში სამოქალაქო აქტივისტები ითხოვენ, რომ ქალაქის მთავარ გამზირს გადაერქვა საბჭოთა დიქტატორის სახელი, თუმცა ამ მოთხოვნას არ ითვალისწინებს ასევე არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება, რომელმაც, როგორც გითხარით, სულ ცოტა ხნის წინ გორის ისტორიულ პარკში დიქტატორის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარა.